საოცრად დიდი საჩუქარი და სიურპრიზი ელოდება დეტექტივების მოყვარულებს და კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ელოდება დეტექტიური ამ სერიალების მოყვარულებს და კონკრეტულად უფრო დიდი ვისაც ხელი ძაღლი უყვარს და რამდენი ხანია წლების განმავლობაში ჩასაფრებულია მაყურებელი და ელის იმ მელოდიას მე ვიცი შენ შეიყვარე დღეს და მზეს თვარეს და მზეს უკაცრავად საქმე ის გახლავთ რომ ცხელი ძაღლის გადაღებები უნდა განახლდეს ამასთან დაკავშირებით ჩვენთან სტუმრად არიან ბატონი კოტეჯორბენაზე პროდიუსერი და ლექსო გიორგი ყიფშიძე მოგესალმებით ბატონო მე ვიცი ბატონო კოტე რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი Facebook-ზე რომელთა აქტიურობამ მოგცათ ინსპირაცია ერთ-ერთი ინსპირაცია იმისათვის რომ განახლებულიყო ამ სერიალის გადაღება აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი ჯერ გითხარით ჯგუფში რამდენი წევრია ვიცი რომ რაღაცა საოცარი ციფრია პირველ რიგში მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის ჯგუფში არის 130,000-მდე წევრი და 130,000-ის გარდა კიდე არის 20,000, სადაც გამოცდით ხვდები, ანუ იკითხები არის ცხელძაღლზე და თუ სწორედ გაცემ პასუხებს, შემდეგ ხვდები 20,000-იანში. ესე პირდაპირ დაგამატონ, ეგრე არ ხდება რა, ეგრე. ხო, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ ამ ხელა ინტერესი რო არის, ამ ხელა ფან-კლუბი რო ყავს, რომ გადავწყვიტეთ ამის გაკეთება. როგორც ისიც ბატონი ოთარ შამათავას იდეა იყო ცხელი ძაღლის შექმნა, იდეის ავტორის, პროექტის ავტორი და რა ვიცი, სულის ჩამდგენი და ყველაფერი ბატონი ოთარია და ოთართან ერთად მე უკვე გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი გავგრძელებინა. რეჟისორი ვინ იქნება? ამ ეტაპზე არ ვასაჯეროებთ რეჟისორს და პლატფორმასაც სადგავა. მაგრამ აუცილებლად მალე გაიგებთ ყველაფერს. და გიორგის არ შემიძლია ემოციებზე არ უკითხო, რა ემოცია იყო ის, როცა გაიგე რომ გრძელდება ცხელი ძაღლი. ჩემ ბავშვობაში იყო ერთი გაგრძელება იყო სამი მუშკეტერის. დარტანიანი იყო 20 წლის შემდეგ, რაღაცა მსგავსი პარალელი შემიძლია გავალო. კი, მეც დავბერდი 23 წელი გავიდათ, რა ვიცი. რო უყურებ, ვერ ვცნობ ეს მე ვარ. ხო და ძალიან სასიამოვნოა, რა უნდა გითხრათ, ძალიან სასიამოვნოა, არაჩვეულებრივი პერიოდი მახსოვს, არაჩვეულებრივი პროფესიონალებთან ერთად ძალიან ბევრი რამე ვისწავლებ ბატონი ჟანრისგან, ზაზასგან, არ ვიცი, ყველასგან და ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო ჩემ აღზრდაში კარიერულ თვალსაზრისით გულისხმობ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ხო და ამას ესე ვერ დავტოვებ რა ჩემი შვილობილია შეიძლება ითქვას ეს პერსონაჟი ეს ხალხი ეს სერიალი და ძალიან გამიხარდა რომ მითხრას მეთქი არ არსებობს მეთქი რა მაგარი თავისთავად ის რომ ინსპირაცია წამოვიდა აი ამ კომაგებისაგან და აი ამ ხალხისგან ვინც თქვენ ფან-კლუბს წარმოადგენს ეს უკვე ნიშნავს რომ თქვენ მთელ საქართველოს უყვარხართ უყვარს ფილმი უყვარს ის პერსონაჟები აი ხა პერსონაჟებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ და ჯერ ერთი ნუ ალბათ ბატონი ჟანრი ვერ შეძლებს ალბათ ხო? არ ვიცი. ღმერთმაქნას. ღმერთმაქნას მე მგონი არა არის შანსი რომ ყველაფერი მისე მოხდეს როგორც ჩაფიქრებული. ანუ თაბაგარის გარეშე არ გამოვა. არ გამოვა თაბაგარის გარეშე როგორ გამოვა? მაშინ დავარქვა რაღაც სხვა, იმიტომ რომ ცხელი ძაღლი ლექსო და თაბაგარი არიან. არა და მე გუშინ თვლიდი რომ დაახლოებით 15 მსახიობი აღარ არის უკვე. ძალიან ბევრი. ნუ 15 მსახიობი უკვე მთელი ფილმია და ალბათ ახალი პერსონაჟები შემოვლენა რა. ახალი პერსონაჟები იქნებიან, კი, ეხლა შემილია დადასტურებულად გითხრათ გიორგი ნაკაშიძე და ალეკო ბეგალიშვილი, ვინც ვიცით უკვე რომ გვემატებიან. კიდე რამოდენიმე ცნობილი მსახიობი იქნება, უბრალოდ აი კასტინგის შემდეგ უკვე გავასაჯაროებთ მაგ ინფორმაციებსაც. სახელწოდება იგივე რჩება? სახელწოდება იქნება ცივი ძაღლი. ცივი ძაღლი. ცივი ძაღლი. ძალიან საინტერესოა, ოთარის მოვიდა ეს იდეა, რომ ის ძველი იყოს კლასიკა და დარჩეს ის როგორც იყო და ეს ახალი იყოს ცივი ძაღლი, რაღაც ახალი ენერგიით, ახალი ენთუზიაზმით.
ეხა იტალიაში ქონდა სხვათა შორის გადაღებები რომში ერთ-ერთი პერსონაჟი უჩა ზერაგია გეცოდინებათ ცხოვრობს რომში სცენარის მიხედვით და რამოდენიმე მსახიობი ჩადის ეხა იმ მსახიობებს ვერ დავასახელებ ეხა სერიალიდან გამომდინარე ვინ ჩადის მაგრამ ის შემიძლია დადასტურებულად გითხრათ რომ უჩა ცხოვრობს რომში და იტალიაში ქონდა გადაღებები ჩვენი პარტნიორი არის ანტონიო კოპოლა რომელიც გვეხმარებოდა გადაღებებში და საკმაოდ რთული არის რომში ესე გადაღებების წარმართვა მოგეხსენებათ, მაგრამ ჩვენი პარტნიორების ხარჯზე ეს ყველაფერი კარგად ჩავატარეთ და იმდენად კარგად ჩატარდა, რომ კიდევ ფიქრობთ, რომ გავაგრძელოთ რომში გადაღებები. საკმაოდ საინტერესო, ყველაზე რთული გავიარეთ და ეხლა უკვე თბილისში დავიწყებთ გადაღებებს ეხლა. ანუ უკვე ესე დაწყებულია გადაღებების რომის ნაწილი უკვე დავამთავრეთ, მაგრამ შექმნილია და კი. რომის ნაწილი დავამთავრეთ, ეხლა უკვე თბილისში გვინდა რომ გადაღებები გავაგრძელოთ, მაგრამ იმდენად კიდევ ვიმეორებ, იმდენად კარგად წარიმართა იტალიის გადაღებები, რომ კიდე გვინდა რომ იტალიაში გადაღებები გავაგრძელოთ. თუ ძირითადი ნაწილი მაინც თბილისში იქნება. ძირითადი ნაწილი თბილისში იქნება, კი. გიორგი, ამ ფილმმა ძალიან დიდი პოპულარობა მოგიტანა. ლექსოს არ გეძახიან ხოლმე, ახლა ჩემი თქმის არ იყო. როგორ არ მეძახიან? ჩემი მეორე სახელია, შეიძლება ეს. როგორ გაიხსენებ რაღაცა მომენტებს? არა, რა ყოველ დღიურადობაში გეუბნებით, აი რომ მივდივარ, ახალგაზრდა ბავშვები დაუძახე როგორ გესმის ლექსო ასე მომმართავენ პირდაპირ არა გიორგი არა ზურაშვილი რომელიც ვიყავი ეხლა ვარ ლექსო აჰა და თვითონ ფილმის გადაღების დროს მე როგორც ვიცი და ყველა მიცის საოცარი ესეთი ბატალური სცენები მიდიოდა ხელჩართული ბრძოლები და მთელი ამბავი ამას როგორ იტანდნენ არა, ну იცით რა არის, დეტექტივის კვალობაზე მე კიდე მაკლდა ეგეთი სცენები. მე უფრო მეტი მინდოდა. ასე თქვა, ეხლა შენ ამეტანი, ესე დეტექტივიო და არა ბაივიკიო. ამიტომ დეტექტივი შეიძლება ზომიერებაო და რა არ ვიცი. ეხლა მე მოვიწყობ, რომ უფრო მეტი იყოს რა. ბატონი ზაზაც გავიხსენოთ აუცილებლად. ასე გავიხსენებ, ზაზაც იწყება, კინოს შეხება და გითხრათ. არ ვიცი. ძალიან ახალგაზრდა წავიდა, ძალიან. ან დიდია რეჟისორი დაგვაკვდა, ამის თქმა შემილია დადასტურებით რა. ნუ სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ, ნომინანტი იყო ოსკარის და აი აისწავლეთ ზაზასგან. აუ ზაზასგან ყველაფერი, აი აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ის ყველაფერი, რაც არ ვიცი რა ქვია, ვისწავლე ზაზასგან. აი კინოში ელემენტარული პატარ-პატარა ნიუანსები, დამოკიდებულება, რა უნდა გაითვალისწინო, რა უნდა გაითვალისწინო, რაღაცა ფრთხილად რაღაცების გადაწყვეტილებების მიღება, არ ვიცი, გენიოსი იყო რა, ძალიან მაგარი და ასე ინტუიტიურად ისე სწორედ რაღაცებს მასწავლიდა, რომ თითქმის ყველაფერი მისგან მისწავლე. გოგა მარგელაშვილისგან თეატრში და ზაზა ულუშაძესგან კინოში. საინტერესოა კიდევ ისიც, რომ ეს ხო ძალიან დიდი პასუხისგებლობა აიღეთ ახლა პრაქტიკულად თქვენ თავზე, ხო, იმიტომ რომ იმხელა მე ვაგზელებ ჩემს აქიანობას. კარგი, იქით მიმართო. იმხელა არმია გიდგათ, ესე იგი, ფანების უკან, რომ ალბათ შესაძლოა რაღაცა პატარა შეცდომებიც კი არ გაპატიონ. ან რაღაცა ექსპერიმენტები, ხო, როგორც ხშირად ეს ხდება ხოლმე გაგრძელებებში რაღაცებს პატიობთ ხოლმე შექმნელებს. მივდივართ მაინც მაგ რისკზე. მაგრამ ვცდილობთ, რომ აი ძველი ვინც იყო თქვა შემოქმედები ჯგუფში ის ადამიანები შევინარჩუნოთ. აი მაგალითად კომპოზიტორს გავასაჯაროებ, ნიაზ დიასამიძე იქნება. რა თქმა უნდა, ამის ხელში ალბათ არ გამოვიდოდა, შევთანხმდით უკვე ნიაზისთან, ძალიან მიხარია. და აი დღეს მე და გიორგიც საუბრობდით ახლა დანარჩენ კადრებზე, რომ მოვდიოდით გზაში და ვცდილობთ, რომ აი ეს ძველი კადრები ვინც იყვნენ, შემოქმედებითი ჯგუფი შევინარჩუნოთ, რომ ის ძველი ის, მაგრამ მაინც თანამედროვე, რა თქმა უნდა, თანამედროვე იქნება, ის სხვა იყო, ეს სხვა არის. აი, ნანახიც რო არ კონდეს ის, მაინც გაიგებ რა ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯობია რომ ნანახი კონდეს. ახლა აი, მაგალითად ჯგუფში ადამიანები არიან, ვისაც 21-ჯერ, 25-ჯერ, 35-ჯერ და აი ამდენჯერ აქვს ნანახი და ძალიან საინტერესო. რამე თანამედროვე დეტალები შემოდის? კი, თანამედროვე. იმიტომ რომ როგორც მახსოვს გია ყველას კარგად გვახსოვს, ეს იყო რაღაც ერთი ხაზი აგებული, რომელსაც შემოდიოდა სხვადასხვა ინფორმაცია. არის ესეთი მომენტი, რომ დამოუკიდებლად თითო სერია რაღაც ერთ ამბავს წარმოადგენს. მთლიანად მთელი სეზონი არის ერთ ამბავზე. ერთი სეზონი. ეს სეზონი არის ერთ კონკრეტულ ამბავზე. ერთ კონკრეტულ ამბავზე, რომელზეც არის გამოძიება.
და სხვა სეზონი იქნება სხვა ამბავზე. და რამდენი სეზონი იქნება? ეს აქედან ახლა როგორც უყურებთ 4 სეზონს გეკმავთ და აი მე არავით ნახოთ ალბათ. გიორგი, მოლოდინი როგორია? აი როგორ მის გარშემოს ვიღებთ არ ვიტყვი ხო? რავი ჯერჯერობით არ ვიტყვი რაზე. კაი, ხო, სიუჟეტს მოგავთ. ხო, თქვით ჩვენ რა ვიცი, გადაცემა რაღაც თქვი. კონცენტრების თემაზე იქნება და ხო, ძალიან ისეთი პრობლემატური ეს იყო რა, იქ რაღაცა ისე თემა, ისე თავარი, ისე თემა იყო ჩამოკიდებული, რაზეც მე იგებოდა ეს ძეწყვები და აქაც კარგი რაღაცა გვაქვს რა, აი კოლცენტრების თემა, მუსილებს და ამბავი, ამის გარშემო ეს ღრმა მაფიის საცეცები როგორ არის და ასე შემდგომ კარგია, ძალიან საინტერესო სცენარია და რომ წავიკითხე ძალიან გავს იმას რაც იყო. აი თვითონ გზნობათა ბუნებას გულისხმობ და სულ მეუბნებოდი რომ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კინოსთვის მხატვარს და ოპერატორს რა. ძალიან გარდა იმისა რომ რეჟისურა და ყველაფერი და სცენარი მხატვარი და ოპერატორი არის ესთეტიური აი რასაც ხედავ ეს ყველაფერი მათი დამსახურებაა და ეს რო არ ავწდეთ მაინც მგონია შევთავაზე რომ მხატვარი და ოპერატორი უნდა იყოს ის ძველი ვინც იქ იყვნენ. კოტებადონა იმედზე იქნება ისე გაშვება? პლატფორმაზე ვფიქრობთ და იმედთანაც მოლაპარაკება გვაქვს და სავარაუდოდ აი გადავწყვიტოთ აი ბატონოთთან ერთად ამ საკითხს და შემდეგ გავასაჯაროებთ ამასაც. იმიტომ რომ რატომაც გონია რომ ეს საქართველოს ეკუთვნის და არა იმედს. კი, მანდ ერთი დეტალი იყო. მე მგონია, დიახ. მანდ ერთი დეტალი იყო ადრე, როდესაც იმედში შევიდნენ ადრე, ბატონმა ოთარმა გადაარჩინა ეგ ფაილი, იმიტომ რომ ეს ითხოვდნენ ამ ფაილი სად არისო, როდესაც ადრე შევიდნენ. ხო, ეს აკრძალული სეზონი. ხო, აკრძალული სეზონი კი და გადაადებინა სასერვეროში და კითხულობდნენ და ეს ფაილი ესე გადარჩა. ერთ-ერთი სეზონი, აკრძალული სეზონი. ბატონი ჟანრი გაეცნო ალბათ არა ამ სცენარს? მაგდენი მე არ ვიცი, იმიტომ რომ კი ვიცი რომ გაეცნო, მაგრამ მე მეტად ჟანრის ამაზე არ გვისაუბრია, იმიტომ რომ ვერ იყო შეუძლოთ იყო და მე როცა რაღაც კავიაზე გადავიღეთ რაღაცა პატარა ეპიზოდი და აი იქ მოვასწარი უბრალოდ გამოვკითხე როგორ არის ჯანმრთელობა და ასე ვიხუმრეთ და აი მაგის кайხანი არ მინახი. ისე ახლაც ვაკვირდებოდი, მე გუში რომ გადავხედე შემადგენლობას, გითხარით რომ 15 კაცი არ არის მეთქი, მაგრამ ეხლა კიდე რომ გამოჩნდა ეს მთავარი როლებიდან არა ძალიან ბევრი აკლია, ძალიან ბევრი. 23 წელი გავიდა რა. 23 წელი გავიდა, მაგრამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა წავიდა. კი ბატონო. ბევრი ახალგაზრდა წავიდა და ასე რომ გაუფრთხილდით თავს ბატონებო, საქართველოს ჭირდებით და ჭირდებით ქართულ ეკრანზე და ქართულ მაყურებელს. ხო ხედავთ რა აჟიოტაჟია ამ დოდარი. და რა მოთხოვნა ყოფილა თურმე ხელისგანლის მოთხოვნა მართლა ეს ჯგუფი მართლა ერთ-ერთი ის იყო რომ გაგვეგზელებინა 23 წელი გავიდა ხო? აბა 23 2002-ში ხო რა 2002-დან დავიწყეთ 23 წელი და 23 წელი ყველაზე მეტად გამიკვირდა და სადღაც გამიხარდა წეგან გიორგიმ რო თქვა ბავშვები მაჩერებენო ქუჩაშიო და ბავშვები ჩემი ბავშვობა ხარ მე გავიზარდეთ მე და ეხლაც გადის საჭმელს ჭამდი ლექსოს უყურებდი და საჭმელს ისევ ჭამდი თორე არ ვჭამდი ასე რაღაცას მიყვებიან ბავშვები და ვაიმე როსნაირია რა სანსაციამონო თან რაღაცა გზნობ წლები გარბის ვაიმე დედა მაგრამ ძალიან სასიამოვნო ძალიან დროულია და ძალიან საჭიროა ეს საქართველოსთვის არის საჭირო სახელმწიფოსთვის არის ეს საჭირო და ისევ პოლიციისთვის არის ეს საჭირო და რა გითხრათ აბა აი როგორც ფეხბურთების დროს იყო ისეა ამ დროსაც იმიტომ რომ დაიწყებოდა სერიალი და ჭაჭანება არ იყო ქუჩაში ხალხის ეგრე იყო რა და მე ვიყავით მოლოდინში და რა მოხდება და როგორ და აბა ამის თქმას გაბედავენ ნეტა და ხედავდით რომ მე ის აკრძალულმა სერიალმა ისეთი რაღაცები გამოაგდო რომ მართლა პირდაღებული დარჩა მთელი საქართველო. თავად თვითონ ფორმამ აკრძალულამ გამოიწვია რომ ესე იგი რაღაცაშია საქმე რა ხარ აი. რაღაცაშია და მართლაც ესე მოხდა რომ ბევრი რაღაცების დამტყვევა მოხდა, ვიზუალური მსგავსებაც იყო იმ პირებთან კი არის ნათქვამი რომ ყოველგვარი დამტყვევა არის შემთხვევითი და ეს მაგრამ ნუ იტყვით მას და ალბათ მთავარი კითხვა ბოლოსკენ როდის
ველოდოთ. კითხვა ხელშეშ მეც მაგ. მეც მაგ არ მეხუთო უპასუხო ხო? მოთმინება მეგობარო. 2026-ში იქნება პრემიერა. ზუსტად თარიღს არ დავასახელებ მაინც. ეს არის ციფრებს ამბობ? 2026 ესე იგი იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, მაგას არ გეტყვით 2026 უკვე მალე. გამოსული კაცი ხარ ახლა დაწვა არ ჩავ. ხო იცი არა რა როგორ ხდება ამ კინოს გადაღება და მე არ არის მარტივი პროცესი. ხო აი შეიძლება რაღაცები გაიწელოს რაღაცები ისა და მაგიტო თავს ვიყავ რა დახვდეთ და მე დავიძახო თოპი. ხო, პრემიერას დაგპატიჟებთ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან სასიამოვნო. ერთი კითხვა კიდე მაბადეთ. დაფინანსება პრობლემა ხო არ არსებობს ამ? არა, დაფინანსება უკვე მოვიპოვეთ და იმაში გვაქვს უბრალოდ აი შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილში არ ვჩქარობთ მაინც აი სცენარის დაკორექტირება მიდის, რომ რაღაცა იდეალური ვარიანტი მივიღოთ და ამიტომ რაღაცა არც არ გვეჩქარება მოკლედ ასე ვთქვათ, გვინდა რომ რაღაც საუკეთესო ვარიანტი მივიღოთ და ამიტომ ნელ-ნელა მივყვებით გეგმას და შემოქმედებით ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესში ვართ, რაღაც ამდენიმე კადრი გვინდა რომ შევავსოთ და უკვე ყველაფერი იქნება ისე როგორც შემაყურებელს ეკაც. წარმატებას გისურვებთ ამ საოცარ საქმეში, რომელიც წამოიწყეთ და არ ვიცი ხო. ვერ წარმოვიდგინეთ როგორ გაუხარდება ჩვენს მაყურებელს ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა მივაწოდეთ. კოტე ჯორბენაძე პროდიუსერი და გიორგი ყიფშიძე მთავარი როლის შემსრულებელი იყვნენ. ჩვენი სტუმრები მრავალსერიანი დეტექტიური სერიალისა, რომელსაც უკვე ქვია ცივი ძაღლი. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო.